კიდევ ერთხელ გამშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ღამის სტუდია და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარს, ბატონ რამაზ საყვარელით. დიდი სიამოვნებით და დიდად მადლობელი რომ პირიქით მადლობა რომ ხართ, დიდი ხანი არ ყოფილხართ ჩვენთან და აი ხა ამ არჩევნების მიწურულს ძალიან მაინტერესებდა თქვენი დამოკიდებულება, რა ხდება, როგორ ხდება, რას ელოდებით, მით უმეტეს თუ გადავხედავთ რომ მსოფლიო ძალიან არეულია და სერიოზული რაღაცის პოლიტიკური კატაკლიზმები მოსალოდნელია. ნახოთ თქვენი შეფასება როგორია, მოდი მაინც საქართველოთი დავიწყოთ, თუმცა ხა აქაური ვითარება არ შეიძლება გააცალკევო, იმიტომ რომ ჩვენ სოფლიოს ნაწილი ვართ. რა არის 4-ში არის რაიმე საშიშროება, თქვენ როგორ ფიქრობთ? ესე იგი ეს არის ჩვენი ძველი გადაცემების ის რო გქონდა, ხო? ის რა ქვია, ფსიქოლოგიური არა, ფსიქიატრიული პოლიტიკა საქართველოში. უკვე ფსიქიატრები გჭირდება რა. ფსიქიატრები იცი რა არის? მე მგონი მომიყოლია კიდეც ყველგამყვები, სადაც ფსიქიატრს ახსენებენ. ფსიქოლოგმა ჩაატარა ერთმა ექსპერიმენტი, 8 კაცი გაუშვა კლინიკაში, ოღონდ დაარიგა ჭკუა როგორ სიმულაცია როგორ გაიკეთებინათ ამყოფობის. ყველა მიიღეს ისტორია გახსნეს და შეთანხმება იყო რომ ერთი კვირის მერე ეთქვათ რომ ჯანმრთელები ვართ. ერთი კვირის მერე თქვენ ჯანმრთელები ვართო. ფსიქიატრებმა თქვენ გიჟებთ. არ გამოუშვეს. სასამართლოს მოუწიათ გამოგლეჯვა. და რატო? იმიტომ რომ სკანდალი იყო, გამოდიოდა რომ ფსიქიატრებმა არ იციან, არ შეუძლიათ დიაგნოზი. სიმულაციას ვერ ნაშვებ. და ამან კიდე პირობა დადო, იმ ხელა სკანდალი იყო რომ პირობებს დებდა, პირობა დადო რომ შემდეგ ექსპერიმენტზე მეო იმას გავაფრთხილებ საზოგადოებას. და დაწერა რაღაც პერიოდის მერე რომ აი ეხლა ვიწყებ ისევ იმ ექსპერიმენტს. ატყდა რიარია და შემოვიდა ინფორმაცია რომ აი დაიჭირეს ნორმალურები რომლებიც 40 კაცი. არა და ამას 8 კაცი ყავს. მე ამას განაცხადა რომ მე არავინ არ გამიგზავნიაო. ესე იგი ამან ტყופები ჩათვალეს სიმულანტებად? კიდე უარესდეს. და რატომ მოგახსენებთ რომ ფსიქიატრიო ხშირად ვამბობთ თქვენ და ბევრგან ნახავთ და არ იქნება ფსიქიატრები ამ საქმის მშველელები ვერ იქნება. ვეღარ იქნებიან რა. ხო, ფსიქიატრებს თავის გასჭიროებიათ. უმძიმესი პროფესია, სწორედ მაგიტომ რომ ვერ ხედავს რა ფსიქიკას ეგ აქ რომ არ ჩანს და ვერ გაიგებ პრაქტიკა. მაგრამ მეორე ხრივ საუკუნეების განმავლობაში აგერ 2 საუკუნეა რაც ფსიქიატრიამ ფეხი მოიკიდა. იქამდე ხო ცხოვრობდა ეს კაცობრიობა. ანუ არ გჭირდება ფსიქიატრია. და რაღაცნაირად თვითონ უვლიდა ამ პრობლემას. თუმცა არიან გამოკვეთილად ავადმყოფები, რომლებიც ელემენტარულად საშიში არიან, ხო, საზოგადოებრივ. ხო და არა, ჩვენც უნდა დაუკვირდეთ რა, როგორ შეგვიძლია მოვაროთ პრობლემებს. ახლა ფსიქიატრის დაწახება ადვილია, მაგრამ აი თითოეულ ჩვენ ერთ-ერთი რა ხანტრიბუნა ჩავიგდა ხელში. ერთ-ერთი რაც მინდა ვთხოვო ყველას აბსოლუტურად ქართველებს უცხოელებს მე ვიჭორავთ ქართველებს რომ ძალიან ემოციური ხალხი ვართ ხო აი დღესაც გავრცელდა ამბავი ყოფილმა ქმარმა როგორ ცეცხლი წაუკიდა ცოლს მე რა საშინელება ყოფილ ცოლსთან ეს არ არის ეჭვიანობა და რატო რაღაც ემოციური აფეთქება დანაშაულების 80% საქართველოში ემოციითა. ხო და ძალიან გთხოვთ ემოციებს ნაუყვებით რა მე შევაფასოთ თითოეული პოლიტიკოსი, თითოეული ადამიანი, თითოეული მოვლენა იმ ლოგიკით, რომელთაც მივყვეთ რა ლოგიკას და არა
ჩვენ გრძნობას ამ მოვლენის მიმართ. რუსეთზე არის ახლა, ხო? ნუ რუსეთი უკრაინა. მივყვეთ ლოგიკას. აი ახლა ისევ სულ მაწამძლია უცხოეთისკენ წავედი შეიძლება. აი არავის. აი ახლა ევროპელები განსაკუთრებით ინგლისი ჩვენც გვიტევს და უკრაინის თემაში და ძალიან აქტიურია. ამ დროს ინგლისელი ჟურნალისტი დღეს კილაძე მთარგმნა და IP-ში დადო. საინტერესო იქნება. როგორც ყოველთვის გძნობს ინგლისელი წამყვანი ჟურნალისტი, ყველა პრემიის პატრონი, რაც წერს, რომ ტრამპის ფრაზა აქვს დატრიალებული ევროპა მედის ჯოჯოხეთისკენ და რომ ევროპა როგორც კონტინენტი, როგორც ცივილიზაცია დაიღუპება. და რატო და მე მოდის რა გაუაზრებელი ნაბიჯები და ასე შემდეგ. ნუ ძირითადად აზროვნების პრობლემაა იქაც. ემოციებს აყოლილები ვართ და არ ვფიქრობთ რა მოხდება. თუმცა ემოციები იქ ხა ჩვენთვის ისინი გაცილებით ნაკლებ ემოციას არიან. ემოციები ჩვენსკენ მოვიკითხოთ, იქ სად არის ემოცია. და აი რო დავფიქრდეთ ახლა ყველა ჩვენგანი რატომ გვიტევს ეს ინგლისი? ბრიტანეთი ყველას უტევს მე მგონი და რატო ვერ ხვდები? ან ევროპა მთლიანად. ეხლა ამერიკა ტრამპის გამო შეჩერდა, თორემ ბაიდენის დროს კიდე უარესად გვიტევს. დიდი ზეწოლაა. ხო და აბა შევყვეთ პროცესს რა ბოლომდე რას მოგახსენებდით რომ აბა შევყვეთ პროცესს და დაუშვათ ევროპა წავიდა მშვიდობასკენ. დღევანდელი შემადგენლობა ევროკავშირის. თუ წავიდა ევროკავშირის და ევროელიტის თუ წავიდა მშვიდობისკენ, მერე ხო დაისმება საკითხი კი, მაგრამ ომი რატო დაგვაწყებინეთ? აჰა. ამ ევროპელების წინაშე ხო დასვამენ მათი ამომრჩევლები ამ საკითხს. და შეიძლება გამოძიებაც დაიწყოს. მაკგრეგორი არის ყოფილი სამხედრო ამერიკულ და დიდი ფიგურა იყო. იმის ინტერვიუა დევს ახლა ტრამპის მერე ხო დაცვიდა ეს ის ამბობს, ახსენებს რაღაც თემაზე, ან პოზიცია ანალოგიურია, რომ ევროპა მაგრამ კაცო მილიარდ ნახევარი აქვს ანგარიშზე ზელენსკისო. საოცარი. და რო წავიდეს, როდის წავა გააჩნიაო, თუ კარგად შეერჩია მომენტიო, შეიძლება წავიდეს თავის სახლში, რომელიც კალიფორნიის რაღაც ამდენ მილიონად ნაყიდი და იქ იქ დაისვენოსო. თუ არა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს. ისე არ არის რომ აღმოჩნდეს და პასუხი აგოს? არა, შეიძლება გამდიდრდე მაშინ, როცა შენი სახელმწიფო ინგრევა, ხალხი გეხოცება. აი რა არის, იცით, ამ სიტუაციაში შეიძლება გამდიდრება და როცა ასეთი ვითარება. ნუ თქვენ ესე შეიძლება არ შეიძლება ლაპარაკობ, არ შეიძლება, მაგრამ ხდება. ხო, რეალობა სამწუხაროა მე. როგორ შეიძლება ეპატიოს? კი და როგორ შეიძლება ეპატიოს? რეალობის გზობა ხო შეიძლება გქონდეს. შეიძლება? კი, თავისუფლება. კი. ხო და ეს მაკგრეგორი ახსენებს, რომ ნახევარი თითქმის იარაღი არის გაყიდულიო. დიახ. მაგითია ეს ფული, ხო? და ხო შეიძლება დადგეს მომენტი, რომ მოიკითხონ სად არის აი მაკგრეგორიც ხო შეიძლება ამბობს ჩემნაირად, რა თქმა უნდა შეიძლება. არა, ხო და ამიტომ მიდისო ახლა ეს ბრძოლა რა. მაგიტომა ევროპას რომ ომის შეჩერება არ უნდა. თან როგორ არ უნდა, იცი რომ თუ კი ევროპაში მოხდება არჩევნები და გადაირჩევენ ამ ელიტას და ახალს აირჩევენ, ეს ელიტა გადარჩება. ელიტა გადარჩება. ხო. ისე რომ პრაქტიკულად თუ არა თუ კი მოუსწრო
ომის შეჩერებამ ამ ელიტას ეს ელიტა აღმოჩნდება პასუხისმგების ქვეშ. და არადა მეორე მხრივ ტრამპი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადარჩეს ეს ელიტა, რატო? ეხა მაგაზეც არის ომის მშვიდობას დაგვირდა და ვერ შეასრულა და დავაკვირდეთ რეებს ამბობს და რეებს აკეთებს რა. ტრამპი დაეჯახა ევროპას როგორც თავის მეტოქეს, ხო? დიახ. ყველაფერში უფუჭებენ საქმეს, რაშიც შეუძლია. ტრამპმა თქვა კიდეც ღიად არ გინდათ ომის დასრულება, მაშინ ვისაც როგორ გინდათ ისე დაასრულეთო. ფაქტიურად ევროპას წირავს ახლა ამ ომით ის თვითონ გამოვა და ევროპა იძულებული იქნება მთელი სახსრები ომზე გადაუშვას. არა და ინიციატორი ამ პროქსიომის სწორედ შტატები იყო ბაიდენის დროს. ხო, ბაიდენი იყო. და იმასაც იმის შულს უფრო ზუსტად უყვარდა იარაღი. კი. მაგრამ თუკი ევროპა გაიწირება ტრამპის მიერ, ტრამპს რა შეაწყობს ევროპის გაწერვა? ეს არ არის ეს იდეები. ტრამპს აწყობს რომ და თქვა კიდეც ადრე ევროკავშირთან მე საქმეს არ დავიჭერ. ფონ დერ ლაიენს არ ილაპარაკება, ხო? ევროკავშირთან მე საქმეს არ დავიჭერ. აი როცა შეიცვლება ხელისუფლება ევროპის ქვეყნებში და მოვლენ კონსერვატორები, მე თითოეულ ხელისუფლებასთან დიდი სიამოვნებით მექნება ურთიერთობა. აი მაგისკენ მიყავს ტრამპს პროცესი. რომ იმდენად დიდი წნეხი მოხდეს ევროპულ ეკონომიკაზე უფრო ზუსტად, რომ მოსახლეობამ, რომელსაც ეს ომი უკვე ხელში აკამოსული ემაშვება თან აჩლუნგებს ამ მოსახლეობას ეს ომი რა, ხალის საკარგვინებს ყველაფერზე, მოკლედ მძიმე მოვლენა გახდა ომი. და ამ მოსახლეობამ შეიძლება ახალი ლიდერები აირჩიოს. დიდი შანსია ყველგან კონსერვატორები. რა მინდა კითხოთ, ეხლა ულტრამემარჯვენე გულისხმობს ხო კონსერვატორიზმს, ბუნებრივია თავისთავად. აი გერმანიაში მაგალითად AfD და საოცრად მე ძალიან გამიკვირდა როცა გავიგე რომ მისი ლიდერი ქალბატონი დამოვიდა სახელი და გვარი ამ მნიშვნელობა ერთი ქალბატონია არის ოფიციალური ლესბოსელი, ყავს ოფიციალურად ცოლი და ყავს ორი შვილი აზიელი ვარ LGBT პროცესისო. ჩემზე უკეთესად არც თუ არ იცის. კი, მაგრამ ჩემთვის აი ნახეთ და თქვენ სიჩლუნგეზე ილაპარაკეთ, ხო და ხალხი ჩლუნგდება. აი წარმოიდგინეთ, მაშინ ვერ გავიგე აი გერმანელი ხალხის ქალი, რომელიც თვითონ არის ლესბოსელი, ყავს ცოლი ოფიციალურად და შვილი, ის ლაპარაკობს LGBT უნდა დასრულდესო და თვითონ სამცხორ მოიკლავს და არ არის მომხრე არ არის, პროპაგანდისტი არ არის. აი ეს არის პროპაგანდა ამთა, მაგრამ მაინც ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ აქ საქართველოში აი განსხვავება ხალხებს შორის. აქ საქართველოში რო იყოს ულტრაკონსერვატორული რაღაცა პოლიტიკური გაერთიანება, რომლის ლიდერი იქნება ოფიციალური გომოსექსუალი ან ოფიციალური ლესბოსელი. ხა ამას ქართული ხალხი ხო არ აიტანს. მისთანებს არა, ამას ნამდვილად არ აიტანს, მაგრამ მიგრაცია, აი მიგრაციის წინააღმდეგ გამოდიან და მიგრაცია იმდენად დიდი პრობლემაა გერმანიისთვის და არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ ევროპისთვის, რომ ამაზე თვალს ხუჭავს გერმანელი ხალხი და ეს ულტრამემარჯვენე ქალბატონი არის ოფიციალური ლესბოსელი. მისი სექსუალური ცხოვრება არის მართლა ინგრება. კი, არა, მე ისე მაგალითად მოვიყვანე. იკეთება გერმანიაში, რომელიდანაც დაიწყო მთელი წარმოება რა ევროპული. ხო და ეხლა რატო ვამბობ? მივყვეთ ლოგიკას. ლოგიკაში ჩანს ევროპა რატო აგრძელებს ომს. ლოგიკაში ასევე ჩანს ევროპასთვის რატო ხარ საქართველო მიუღებელი. იმიტომ კი რომ დემოკრატია გააკეთეს. არამედ ჩინური გზა არ უნდა რომ ისევე როგორც რუსეთს არ უნდა. ამიტომ ევროპას და ამერიკასაც ნაცვლად აწყობს აქ ძალა, რომელიც რუსეთისთვისაც მისაღები იქნება და მისთვისაც.
ხო, აი ამ რუსეთთან დაკავშირებით ცოტა ვერ მოგყვებით, იმიტომ რომ მე სხვა აზრი მაქვს, მაგრამ გისმენთ, მე ვიცი რომ ამ ჩინეთთან დაკავშირებით რუსეთს მოგვარებული აქვს რა, თავისი პრობლემები დალაგებული აქვს, ასე ვთქვათ. ჩვენ იქეთო ვიტიროთ, რუსეთი თავის თავს მიხედავს. ბუნებრივია ევროპას არ უნდა. ნუ, კარგი. შევიცოდოთ რუსეთი. რატო? იმიტომ რომ 2 მილიონზე მეტი ჩინელი შეუშხაპუნა ციმბირში. ვიცით, კი. და რუსეთი ხმას ვერ იღებს შიშისაგან. აქეთ რო წამოვიდეს ჩინეთი, ჩრდილო კავკასიაში ხო ისევ იგივე შეშხაპუნებას გააკეთებს. ხო, ჩრდილო კავკასიაში თვითონ სხვა ჩრდილო კავკასიაში რუსები არ ცხოვრობენ. და იქ ეს პრობლემა იქნება. იქ სხვანაირია, ჩვენ ხო ლოგიკაზე ვსაუბრობთ, იქ ცოტა სხვა მენტალიტეტის ხალხი ცხოვრობს, კავკასიული ტომები არიან, ისე რომ იქ ცოტა პრობლემატური იქნება. და ისე მე გეთანხმებით, ახლა ანაკლიის სპორტი მაგალითად, რომელსაც ჩინელი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ ანაკლიის სპორტი ეს არის სამხედრო სპორტი, ძირითადად რა, ეს დანიშნულება აქვს. რა თქმა უნდა, იმიტომ ვამბობ, რომ რუსეთი ძალიან ეჭვმეპარება, რომ ეს საკითხი მოგვარებული არ ქონდეს რა. მე მაგალითად თუმცა ახლა მეც ხომ აქვს უფლება რომ რაღაცა ჩემი აზრი მქონდეს, თქვენი აზრი გქონდეთ. მაგრამ ის რომ ჩვენ ძალიან აი როგორ გითხრათ, ერთი უხერხული ანეკდოტია, ხა იმას არ ვიტყვი, მაგრამ ესე იგი მაგალითად ახლა მემორანდუმს მოაწერა ხო ხელი ტრამპმა ისე ანტიფას წინააღმდეგ და ყველა იმ ძალადობრივი ეს ქუჩის პროტესტის წინააღმდეგ. ჩვენთან ეს მიუღებელია. ის რომ აი მაგალითად ელჩები ასე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციურ პროცესში, ხო? ესეც გაუგებარია და როგორი განაწყენებულები არიან, როგორ დაგვიბარეს, ესე იგი ეს როგორ გაგვიკეთესო. კი მესმის ისინი გიყურებენ რაღაცა ეს არის გამაღიზიანებელი საზოგადოებისთვის, ხალხისთვის ეს ძალიან გამაღიზიანებელია და იმასაც ვერ ხვდებიან რომ ეს მართლა გამაღიზიანებელია და ანტი დასავლურ განწყობებს ამყარებენ მაგით მაგრამ ვერ ხვდებიან თუ აი ინგლისელის სტატია მაგითია ესა რომ თავის თავს უკეთებენ ცუდ საქმესო რა მერკელმა ღია თქვა ხო თავის დროზე მერკელის მერე ვერ მიხვდნენ რომ ეს პოლიტიკა ღია კარების პოლიტიკა არ არის კარგი არ ამართლებდა მერკელმა თქვა თვითონ არ გაამართლაო შეწყდა ხო ეს ავტორიც მაგას გახკივის ასე ვთქვათ რომ თუმცა ბრიტანეთში ცუდი მდგომარეობაა მიგრანტების მხრივ საკმაოდ რთული ვითარებაა ხომ ევროპის ქვეყნებს ისეთი როგორც არის საფრანგეთი, ბრიტანეთი, იტალიაში არ ვიცი ხა, მაგრამ ალბათ იქაც პრობლემა აქვს გერმანიაში რომ უმცირესობაში იყვნენ და ხა ეს ამაზე მეტი ამას გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი სამივეს პრობლემა აქვს. პრობლემა აქვს აღმოჩნდნენ უმცირესობაში. მაგრამ თვითონ მოისურვეს გადაწყვეტა, ხო არ მოისურვეს? არა, პირიქით. და მაგას მოგახსენებთ ჩვენ ევროპაზე რაციონალურია ევროპა მართლა რაციონალური იყო ადრე დეკარტეს და ნიუტონის ევროპა აპარა იყო მაგრამ რაღაც დაემართათ ამ ლიბერალიზმმა ტვინი ტვინის გამორეცხვაზე ადვილი არაფერია კუჭის გამორეცხვაზე ადვილი არის ტვინის გამორეცვა როგორც ექიმი ამბობს ხო და ტვინის გამოერეცხათ ამ საწყებს აი ამ იდეოლოგიით ლიბერალურით და ზედიზედ აკეთებენ მათთვის წამგებიან რაღაცებს. აი ეგ მაინტერესებს, აი ცოტა ეჭვით უყურებ, რომ კი მესმის საერთოდ რომ უყურებ, ახლა მე ერთ საშინელ აღმოჩენამდე მივედი, რომ თუ ვინმე აზროვნებს დღეს სოფლიოში არის პოსტსაბჭოურ სივრცეში ხალხი. სამწუხარო ის არის, არ გამხარებია ეს. აი ნუ თუ ისე გამოერეცხათ ტვინი რომ ამას ვერ ხვდებიან, აი ძნელი დასაჯერებელია ბატონო. აი ორი წუთის წინ ხო თქვი მერკელმა თქვა. შედეგი არ მოყვა ამას. ხო არ ვიცი. იმიტომ რომ ინერციით ცხოვრებას შეეჩვია.
ტრამპმა პირველი პრეზიდენტობის დროსაც და ეხლაც რამდენჯერ თქვა, რომ მე გავალ ევროპიდან. შედეგი მოყვა რა მე. ეხლა დაიწყეს იმის აწევა პროცენტის. ესე ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს სხვათა შორის ცოტა უჭირდა ეს პრეზიდენტი. ძალიან. ეხლა უფრო მახიანად ხონიერი გახდა უფრო. ხო გაბრაზება და ნატო არის ძალიან საინტერესო ხა ეს როგორც ევროპული ასეთი ინსტიტუტი ნატო რა ვიცი მე მგონი ევროპა და ნატო ერთი მიმართულებით მიდიან იმიტომ რომ ნატოს ფუნქცია რაც საბჭოთა კავშირის შეკავება იყო ხა ბრიქსის შეკავება ნატოს ფუნქცია ვერ იქნება იმიტომ რომ ძალიან ძნელია თან უკრაინაზე ნატოც მათ შორის იარაღს აწვდიდა მეომრებს რომლებმაც ომი იციან ხო უკრაინელებზე კარგი მეომრები დღეს არავის არ აღავს მაგრამ მაინც ვერ გადატეხეს რუსეთის ნუ შეამცირეს და მაგრამ გადაწეხვით ხო ვერ გადატეხეს ეხლა წარმოიდგინე ომი რო დაიწყოს ღია ნატოსა და რუსეთს შორის რუსეთს არა ბრიქსს ვამბობ უკვე ნუ ახლა ის პლუს ჩინეთი და ინდოეთი იქ ნატო გაქრება საერთოდ გაქრება და ამ ტიპის აზიატური და დიდხანს დიდი ხნის ნახსენები ფრაზა რომ აზიის ლომმა თუ გაიღვიძაო იღვიძებს ეს აზიის ლომი. ყველაფერი გააკეთა დასავლეთმა რომ გაეღვიძა, შექმნილიყო და გაეღვიძა აზიის ლომს. აი ყველაფერი ის კი არა ამასინათ ესე ვიშაყირე კიდეც გადაცემაში რომ ეს ბრილიანტის ხელი ხომ გაქვთ ნახ რუსო ტურისტო ობლიკო მორალი. ყველაფერი გააკეთა დასავლეთმა რომ რუსეთი გაყდა ობლიკო მორალი დასავლეთის. ესეთი დეტალები აი LGBT ვახსენეთ ხო? შედის ამ LGBT-ს კიდევ თუ არა მუსულმანურ ქვეყნებში და აი ნუ რაღაცას ხომ გაუწიოს ანგარიში. ეხლა რატო არის ეს ჩვენთვის ტკივნეული საკითხი? იმიტომ რომ სრულიად ბუნებრივად ჩვენი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მოკავშირე მართლა ევროპაა. კი ბატონო. იმიტომ რომ ჩინეთი რა იქნება შენთვის კაცმა არ იცის ისლამური ქვეყნები რა იყო ვიცით და ვეღარ რჩება ისეთი ვისთვისაც საინტერესოა რომ შენ ხო მაგრამ ესეთი ევროპა დღევანდელი ოფიციალური ევროპა ხო დღევანდელი ნუ არ ვიცი ხა ძალიან ცუდ დღეში ვარ მაგხრივ რა და ჩინეთისგან რა გვინდა ახლა ბომბა ან რაკეტა სამი სოფელი ჩამოგვისახლოს საქართველოს დამთავრებული ჩვენი ამბავი კი ამიტომ ჩინეთთან ეს ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იაპონიის წარმომადგენელმა მკითხა რაღაც შევხვდით შემთხვევაში და მე დავით რაბახი ჩინეთთან ურთიერთო კი არ გიშინიათ მაგურთით კი არა ხო ნუ იაპონია რომელსაც ჩინეთთან საკმაოდ ესეთი თამამი ურთიერთობა ყოველთვის ჰქონდა მაგრამ ეხლა რატო თქვენ დაყენებულ საკითხს შორიდან მოდით და დაუბრუნდეთ ეხლა ხო იმიტომ რომ აი ეს თავდაუზოგავი სისულელით გატაცებული ევროპა ეს რა კარგი თავდაუზოგავი სისულელით გატაცებული მომეწონა აფინანსებს ფაქტია შენს ოპოზიციას კი რა თქმა უნდა ეხლა რატო ვამბობ არა იმიტომ რომ ხელისუფლება ამბობს აფინანსებს ისამ აქაც ლოგიკას მივყვეთ ჩვენი ოპოზიციონერები მირბიან ევროპაში ხო დაუშვათ ევროპელებმა ყველაფერი დაუფინანსეს მოუწონეს მოეფერენ აი როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება ხო ეგ კითხვა დავსვი აი მოვიდა ხალხი იმას კი აღარავინ მთავარია მოვიდეს ხალხი და მე რა ხდება ეს ხალხი რომ მოვიდა 200,000 4-ში და მე რა კალანინო ლონდონში რამდენი კაცი იყო
აი სუზარმაზარი მიტინგი რო იყო. ნუ ჩვენ არ დაგვესწრება, ხო? ერთ საქართველოს იყო და არა, ხო, საშენ. ხელისუფლება შეცვალა მარტო ხალხის გამოსვლამ ქუჩაში. არა, რა თქმა უნდა და ესე რატო ატყუებენ, იცი რა, აი ესენი ატყუებენ იგივე ხალხს, რომ გამოდი და ოცნება აღარ იქნება. როგორ აღარ იქნება? გამოდონე, იქნება უფრო მარტივია. ამათ უნდათ რომ ბევრი ხალხი გამოვიდეს, რომ იქიდან ბევრი ფული წამოვიდეს. ანუ აქამდე არიან უკვე აბა დავიჯერო რომ ისეთი უაზრო ხალხია რომ ვერ ხვდებიან რომ ნუ ახლა თუ ევროპელებს გჯერათ ამაზე რა თუ არა გჯერათ რომ უაზრო აი როგორც კი ჩაეკითხები აი რატო ფიქრობ რომ მე მწამს აი მისტიურად მჯერა რომ ხალხი მოვა და ხელისუფლება რას ნიშნავს მისტიურად გჯერა ხალხი რომ მოვა და ხელისუფლება წავა აი არ ვიცი პირდაპირ არ და ხელისუფლებაც საკმაო გონორზეა და ამბობს ხელი არ წაგიცდეთ თორე ვიქნებით აბსოლუტურად დაუნდობლები არა, ხელისუფლება იქცევა როგორც უნდა მოიქცეს ახლა. რომელი ხელისუფლება გინახიათ თუ სცენარი არ არის გამზადებული? შევარდნაძის დროინდელი თუ სცენარი არ არის გამზადებული, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვიღაც სხვა მოვიდეს, ისა ხელისუფლება სად წასულა? არა, ეს ხელისუფლება არ წავა მე არ მგონია. თუმცა სცენარს არ ვიტყოდი, მაგრამ იცით რა არის? აი ესეთი ამ სახის ოპოზიცია ქუჩაში გაცილებით აწყობს ხელისუფლებას, ალბათ დამეთანხმებით, ხო? რა თქმა უნდა. აი, როდესაც გინდა დაუშვათ მაქვს სურვილი, რომ რაღაცა თანაუგრძნა, აი მივიდე და იქიდან ვისმენ მარტო გინდებას, მარტო ლანძღვას, ნუ არ ვიცი ეს. არა, თან დიალოგებშიც არის. კაცო მეთქი, ეს რევოლუცია კარგი რო იყოს. რევოლუციის სცენარის ავტორები ამერიკელები არიან, ხო? შეგაწუხა. ამერიკაში მოაწყობდნენ. ეგ არის. თავისთვის არ უნდა. არ აწყობენ ამერიკაში, ესე იგი არ ვარგა მათთვის, ხო? აქ ერთ რო გიკეთებენ ამ რევოლუციებს, ესე იგი რაღაც ხერი უნდათ ამ რევოლუციებს. აი ეს წარმოდგენა რატო აქვს ჩვენზე, რომ ჩვენ ვართ რაღაცა მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში აკეთებენ. არა, რატო იცი, იმიტომ რომ რაღაცა ამბიცია გვაქვს, ხო? და ბოლოს ეხა არ მინდა ისა ძალიან ჩავყვეთ, თორე ეხა ევროპული ცივილიზაციის საწყისებშიც ვართ, ესეც არ არის. ხელწამოსაკრავი ერი არ ვართ. რაღაცა ის გვაქვს ყველა არის ხელწამოსაკრავი თუ ხელწამოაკვრევინებს აი ეგ არის უბედურება კი ხო და სხვა შორის სააკაშვილს ვერ ვაფასებთ სააკაშვილმა ერთი დიდი საქმე გააკეთა აბა რა გააკეთა მითხარით ერთი დაგვანახა ლიბერალიზმის სახე კი მაგაში და სხვა შორის უმძიმესი სახე დაგვანახალი რაც ევროპელებს არ ქონდათ მაშინ დანახულ დასავლეთს არ ქონდა აი ეს სახე დაგვანახა და სხვა შორის მაშინ სტატიას დავწერე თუ არ ვცდები გიორგი კობახიძესთან ინტერვიუ იყო და იქ აღნიშნეთ ორივემ რომ პირველი ანტიდასავლური განწყობები გააჩინა სააკაშვილმა აი ამ ლიბერალიზმი ეს იყო რამდენი წლის წინ წარმოედგინათ რა ხო ეს იყო 2000 სადღაც 3 წლის ნუ 4 წელი. და კრიტიკა არ ყოფილა არც ერთი დასავლეთიდან. არა, პირიქით, კაცო, რას უძახდა ის ბუში? იმიტომ რომ როგორც ვიცი, ბუშმა მაშინ სპეციალურად დაიწყო რაღაც კრიტიკული რეპლიკები დასავლეთში და ბუშმა ეგ ჩემი ფავორიტია არ გაბედოთო და გაჩუმდა ყველაფერი. ისე რომ მაგაზე დემოკრატიის შუქურა. ისე რომ ისინი ცხოვრობენ მაგ წესით, შენი ჩემი. მამაძაღლია, მაგრამ ჩვენი მამაძაღლიაო, ხო? ეგ გავიგოთ, რომ ადამიანებს ახასიათებთ. ჩვენ გვინდა ხოლმე, რომ ვინც მოგწონს, ის ადამიანი კი არ იყოს ანგელოზი. არ არის მასაცი მდგომარეობა. ძალიან მოსაწონია ბევრი ქვეყანა, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი ხარვეზები აქვს. ჩვენ ვცადოთ, რომ ნაკლები ხარვეზი გქონდეს ჩვენ და დანარჩენი მე მოხერხდება. და ერთ-ერთი ხარვეზი ხბოდიში რომ
არის ეს, რომ ჩვენ არ უყურებთ რაციონალურად, ანუ ძალიან ემოციური რეაქციები გვაქვს და მივყვეთ და შევხედოთ იმას, ვინ როგორ მოქმედებს პოლიტიკაში. თუ კი პოლიტიკოსებს აზროვნებაზე, ლოგიკაზე გადააქვთ აქცენტი, მოდით რა ამ პოლიტიკოსებს მივცეთ უპირატესობა და არა ლოზუნგების მოლაპარაკე პოლიტიკოსებს. დაუშვათ იმ პარტიას, რომელიც 8 ნომრით ფიგურირებს ამ არჩევნებში, ნამდვილად ეგ ის ინტონაცია აქვს, რაც პოლიტიკურ მას შეეფერება, ტონს შეეფერება და ბატონო რამაზ შემოხაზეთ 8 ნომერი მიტინგების ინტონაციით პოლიტიკაში მხოლოდ მიტინგების რა თქმა უნდა, მაგრამ მიტინგებიც საჭიროა. და აი ქუჩა დაკავებული, აი ნახეთ, აი ხელისუფლებას, პასუხისგებლობას რატო ვაკისრებ, იმიტომ რომ აი ქუჩა ხა მე წინა ნაწილშიც თქვი, რაც არ უნდა წინააღმდეგი ვიყო ამ ხელისუფლების, მე არ დავდგები ნაციონალურ მოძრაობას. ქუჩა დააკავებინა ხელისუფლება მათ და საღი პროტესტის გამოთქმა, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას დამერწმუნეთ, ყველა ხელისუფლებას აქვს რაღაცა ისეთი რო კრიტიკული უთხრა და ცოტა გინდოდეს რომ აზზე მოიყვანო. ამის საშუალება არ არის, უკვე ითხრები, გესმის, აი თუ გადიხარ, არა და რა სიმართლეზე უნდა მელაპარაკონ, მე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მაინც არ გავალ და აი საჭიროა აუცილებლად მიუხედავად იმისა, რომ ქუჩა დაკავებულია, აუცილებლად საჭიროა ჯანსაღი ძალა, რომელიც ბოლოს და ბოლოს ძალები, დიახ, ძალები, მე ზოგადად გავაერთიანე, რომ ხელისუფლებას ცოტა აზზე მოიყვანოს, იმიტომ რომ ახლა ამ ხელისუფლებას კი არა, ყველა ხელისუფლებას აქვს. მაგას ვშორობდით კიდეც იმაში, რომ 70 წელიწადი უძახეთ კომუნისტებს, რომ ცუდად იქცევით, ზოგი ადრე უფრო ჩუმად და მერე უფრო ხმამაღლა. უკეთესად მოიქცნენ ბოლო-ბოლო. ხო არ მოიქცნენ. უბრალოდ ალტერნატივა დაუშვეს და ამან მერე ამოატრიალა. ხო და ამის ეშინია ალბათ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თემა, ძალიან ბევრი პრობლემა ქვეყანაში და ჩვენ გადართული ვართ, აი აქ ესენი დანიშნული ოპოზიცია, იქით ხელისუფლება, არა და მიუხედავად იმისა, იცით თქვენ რომ მე არ ვარ ამ ხელისუფლების მომხრე, მე არ ვარ დამხობის მომხრე, იმიტომ რომ მე ვიცი ეს გამოცდილი მაქვს. რა არის დამხობა, რა არის სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის საშინელება. საქართველოს ხელისუფლება მოგწონს არ მოგწონს, ხო არის? რევოლუცია გირჩევნია თუ ხელისუფლება. ეგრეა. ხო და მაგითი სარგებლობს ეს ხელისუფლებას და როდემდე ბატონო რამაზ, ეს არის საშინელება. ალტერნატივა დადევით. ხო. ეხლა ვთქვათ, რომ ხელისუფლება თუ არ უნდა ალტერნატივა არ გაიხარებსო, ნუ გავიხსენოთ რა მიშას ივანიშვილი უნდა და თეფშები დააპატიმრა, თეფშები. კი, მაგრამ ნუ აქ ბანკში ანგარიშები ეს ებრძოდა ყოველ მხრივ. მაინც წააგო, ხო? ისე რომ თუ კი ბრძოლის უნარიანი არის. აი აქ ნახეთ რა საქმე, აქ უკვე ივანის რა ქვია, სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა უკვე იმდენად გადაალახეს წითელი ხაზები და მით უმეტეს ის კადრები, რომელიც ჩვენ იმას ვქენით, დაანახა მთელ საქართველოს, რომ ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე, ხო, რაც ხდებოდა მაშინ ციხეში. ნამეტანი იქნა, ვეღარ მოთოკა უკვე თავისი თავი. რა თქმა უნდა. და ამანაც განაპირობა. ეს ხელისუფლება ასე არ იქცევა ხა, ვერ შევადარებ დღევანდელს და ამან განაპირობა, ძლიერ ოპოზიციურ მუხტს ვეღარაჯობა ხელისუფლება. ხო, ვეღარაჯობა, იმიტომ რომ საშინელება იყო, ყველა ხედავდით უკვე, ხო? ამიტომ ოპოზიციურმა ჯგუფებმა ოპტიმისტურად უნდა იმოქმედონ, ოპტიმიზმით უნდა იმოქმედონ. არ არის ეგრე, რომ ხელისუფლებას რაც უნდა. კი, დიდ ნაწილად მეტი კარტი უკავია ხელში თორე. არა და ისეც არ იქცევა, რომ აი ესეთი საყოველთაო აღშფოთება გამოიწვიოს ეს ხელისუფლება. მიშა იქცეოდა ისე, მისი რეჟიმი ესე იქცეოდა. ეს ამასაც არ აკეთებს, მაგრამ უამრავი პრობლემაა, რომელზეც არ ყურადღება არ მახვილდება, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ეს გონია პრობლემა. ამიტომ ამ ხელისუფლების შეცვლა თუ კი ვილაპარაკებთ
უფრო ძნელი იქნება ვიდრე მიშას ხელისუფლება. რა თქმა უნდა. იმან თვითონ განაპირობა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ჩვენთან ოპოზიცია შეეჩვია იმას, რომ ხელისუფლების გინება, იქ რაღაც ზვიადის ხელისუფლება, მათი შევარდნაძის ხელისუფლება, სულ იყო ოპოზიცია მუშაობდა ხელისუფლების გაშავებაზე. აქ უნდა ხელისუფლებას აჯობო გაშავებისთვის საბაბს ნაკლებად იძლევა. კი. და არა და არის ყველა მონაცემი საშუალება არის იმისა, რომ ეს ყველაფერი გააკეთო. ალბათ მართალი ხართ, რაღაცა უნდა მოხდეს ისეთი. მე თუ მკითხავ თვითონ ხელისუფლებასაც უნდა აწყობდეს. ამ თუ გამწვავდება სიტუაცია, ხელისუფლებასაც უნდა აწყობდეს ეს ალტერნატიული, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო მოიშოროს ეს ოპოზიცია, მაგრამ საქმეც ეგ არის. მას ალტერნატივა კი არა, სწორედ ასეთი ოპოზიცია აქვს. არ ვიცი, აწყობს ახლა ამ ოპოზიციის მოშორება, სადიშოვი ასეთ ოპოზიციას. ხო, ეგ არის. არა და თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მაგალითად მეშინია რომ მეშინია, იმიტომ რომ გამოცდილი მაქვს და ვიცი რომ ამას საქართველოს დაღუპა. მე მეშინია სამოქალაქო დაპირისპირებით, რომ ერთხელაც ხალხს ყელში ამოვა ამდენი გინება, ამდენი ის და არ მოხდეს რაღაცა სამოქალაქო დაპირისპირება. თქვენ გამორიცხავთ ამას? გამორიცხავ, იმიტომ რომ სამოქალაქოს უნდა სამოქალაქო რაც ჩვენ ომი რაც ომი არა, უბრალოდ ერთმანეთში შეხლა შემოხლა რაღაც ერთმანეთს ურტყან ყველა ეგ არ არის პრობლემა. იარაღიანი დაპირისპირება არ მოხდეს და მე მგონი არ მოხდება იარაღი არ აქვს. დაგვიფაროს, ხო. იარაღი არ აქვს. თუმცა ხა ეს საფეთქებელი ნივთიერება რომ შემოქონდათ, როგორ ფიქრობთ? არ იქნებოდა კიდევ მცდელობები, იქნებ უკვე შემოტანილი ან რაღაცა ეგეთი, იმიტომ რომ რა არ ვიცი, ოპოზიციას რო უსმენ, დარწმუნებულები არიან, ხა თავის რაც უფრო დარწმუნებულები არიან, მით უფრო კარგავენ მერე თავის მომხრეს, იმიტომ რომ აშაყირებენ ესე იგი, ხო? ტყუილად. მერე ნახეთ, შეიძლება დაიწყოს დაჭერა, უბრალო ხალხი, რომელსაც ასე ბრმად სწამს, შეიძლება აღმოჩნდნენ საპატიმროებში და ესენი ისევ გადარჩებიან. ო, ეგ ყველაზე გავრცელებული სცენარია ჩვენთან. ანუ მშვიდად ხართ ხა თქვენ და ფიქრობთ რომ დიდი არაფერი. არ მაქვს დიდი არაფრის მოლოდინი მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარემოცვაში არიან ადამიანები, რომელთაც შიში აქვთ რა, რომ შეიძლება, მაგრამ ერთი ხელისუფლების სტრუქტურები უფრო მყარია. მერე იმ სცენარებში რაც ვახსენეთ, ერთ-ერთი პუნქტი არის, რომ უნდა ჩამოიშალოს ხელისუფლების სტრუქტურა. ხო, ეს არის. შევარდნაძესთან მინისტრები გამოაცალეს შევარდნაძეს. ისე რომ იქ სრულდებოდა ეს. ეხლა აქ არ არის ამის ვარიანტი. დასწრებაზეა. სანამ ესენი გამოაცლიან, იქამდე ისე იხსნიან. ხო, ამდენი ესეც, ამდენი ფული რაზეც ხა მიდის დაჭერები და რაც ხმოვანდება. ესეც საოცარი, ესე თავისთვის ისიც რა უკონტროლოთ უამრავი გვინახავს მართლა და ეროვნული მთავრობაც გვინახავს, რომელიც ძალიან ბევრ ფულს იტაცებდა. რა მოიტაცა ახლა ზვიად გამსახურდიან ბატონო რამას. ისე რომ შეიძლება პატრიოტული კაცი იყოს პირველი პირი, ოღონდ ეგ არ ნიშნავს რომ დანარჩენები ეს არის. და მე შემდეგ მეებზე მხედრიონებზე და იმაზე კორუფცია, ამიტომ არ არის რა, კორუფცია გვაქვს, გექნება უცვლელად კორუფცია. ყველა ქვეყანას აქვს კორუფცია. თავარი რა არის? კორუფციამ არ მიაღწევს იმ ხარისხს, როცა სახელმწიფოსთვის გახდება სახიფათო. და არ არის ახლა იმ ხარისხის, როცა 6 მილიონი. მე მგონი სწორედ მაგაზე წავიდა ჭიდაობა, რომ იმ დონეს იღებდა უკვე კორუფცია, როცა რამ ხრივ სახელმწიფოსთვის სახიფათო. დაუშვათ მინისტრია და ბევრი ფული მოხვედა. ასეთ მაგალითად ჩავლეს
მათ ვინც ქვეყნის დამარცხებაშია დაინტერესებული. ხო დაუწყებენ კომპრომატს. რა თქმა უნდა. ისე რომ კორუფციული, აი როგორც საყოველის ყოლა არის კომპრომატი, კორუფცია მით უფრო კომპრომატი. ისე რომ კორუფცია თავისთავად კომპრომატის ფუნქციას ასრულებს. ხელისუფლების გადარჩენა თუ გინდა, ამიტომ კორუფციის მქონე ხალხი უნდა გამოარიდო ძალაუფლებას. აუცილებელი არა დაიჭირო დახურე, მაგრამ თვითონ სტრუქტურაში მათი ყოლა უკვე ძალიან სასაშიშია, კი. აი იმ რეცეპტს რაც მათ თქვეს იმაში სცენარში, რომ გამოაცალეთ ხელისუფლებამ, ასრულებენ ხოლმე მაგითი, რომ ჩაავლებენ რაღაც სოდვაში მინის და მერე იმას ეუბნებიან, რომ ეხლა გადაკი გვერდზე. და საინტერესოა, ეხლა გვაქვს ასეთი ვითარება? მე კითხვის ნიშნის ხო, აი, მაგრამ ლოგიკა არსებობს. ლოგიკა არსებობს. ოპოზიციური მათი ტელევიზიების ჟურნალისტები, სადაც დაიჭერენ ირაკლი კობახიძეს, პაპუაშვილს, ხო, ეგრევე ეკითხებიან, აი ირაკლი ღარიბაშვილი. უნდა დაიჭიროთ ირაკლი ღარიბაშვილი და ისეთი პასუხებია, რომ ეს პასუხები უფრო აჩენს. კი. ხო და აი ამაზე რა სიტყვით ახლა მე მართლა გული დამწყდება ფიქრობ ძალიან სამწუხარო რამეს რომ არ უარგათ ამათ პიარი ხელისუფლება არ უარგათ ხო რო გითხრათ რომ ოპოზიციას უარგათ ხო მოგატყუებს მაშინ არ გვექნებოდა სალაპარაკო მაგრამ ხელისუფლებასაც არ უარგა ერთი მარტივი ფაქტიდან გამომდინარე აგერ უყურებთ ტელევიზორს ხო ტრამპს ამერიკის პრეზიდენტს 80 წლის კაცს რაღაც 29 წლის გოგო ყავს პრეზიდენტი დიახ ლომივით გოგოს ან იბძვის ყველა მე პრეზიდენტი საჭიროა კი ნამდვილად და პრეზიდენტი თუ არ აკავს ესე იგი პიარს არ ამუშავებ რეიგანი ბეიკერი იხსენებდა დილასო ყავას რო სვავთო როცა რეიგანთან ვართო სამნიო რეიგანი მე და პრეზიდენტიო იმიტომ რომ ის დღე უნდა დაიგეგმოს როგორ და რანაირად უნდა სტრუქტურების და პიარის თვალსაზრისით სადა პრეზიდენტი გინახიათ დღევანდელ საქართველოში ესეთი დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება პრეზიდენტს. ხო და ნუ ეს ნიშნავს რომ მაგ საქმეს რასაც პიარი ქვია აკეთებენ არა კვალიფიცირებული. და უამრავ კითხვას უპასუხებდა მაგალითად პრეზიდენტი და არა პირველი პირი. როგორ შეიძლება პირველი პირი პასუხობდეს ყველაფერზე? თან ასეთ კივილ-წივილს ანუ სხვა თუ არაფერი არ შეიძლება რატო იცით იქნებ ხვალ რამე სხვა აქვს სათქმელი მოდი რა გამოუშვი პრეზიდენტს სათქმელია და მე თქვი რომ ის ხო რაღაცა აი ეს რა ქვია ტრამპს ყავს პრეზიდენტი მაგრამ დილით რო იტყვის შუა დღეზე სხვა სიტყვის საღამოთი სხვა სიტყვის ესეც აქვს ტრამპს ხო ცოტა იმას კიდე ცალკე ალაპარაკებს ხო იმას ცალკე ალაპარაკებს ეს გაჩერებული პრეზიდენტი არ არის აქტიურია ხო ცოტა დრო დაგვრჩა და თვითონ ამერიკაში არ არის თვალ დალაგებული სიტუაცია და ნაჭრილია ვითარება და აი როგორ ფიქრობთ ამ მეორე პრეზიდენტობის დროს პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპს ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ჰქონდა და ვერც და თვითონაც ვერ იყო კი იმიტომ აი თუნდაც ელჩი რომელიც გამოუშვა ეს არ იყო საქართველოშიც კი არ იყო ოფიციალურად პრეზიდენტი წარმოდგენილი მაშინ ხო აბსოლუტურად და აი ეხლა ტრამპი მოახერხებს ამ deep state-თან ვერ გეტყვით ნეო განსხვავებით აჭრილ სიტუაციას დაალაგეს თვითონ ამერიკაშიც იმიტომ რომ იქაც აი ამ სამოქალაქო ომის რაღაცა ნიშნები არის ოცნება არის ხელისუფლებაში კი ბატონო და დღემდე
ხშირად გავიგებთ და სამართლიანად, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ყველგან. დიახ, სამწუხაროდ. ეხლა წარმოიდგინეთ, რა ხდება ამერიკაში, რომლის პრეზიდენტი რამოდენიმე თვის წინ გახდა ტრამპი, როცა იქამდე იყვნენ ლიბერალები. და რამდენი ლიბერალი იყოლება ეხლა შიგნით ხელისშემშლელი ფაქტორი. USAID ამოაგდო როგორც იქნა, იქ რაღაც ისე, მაგრამ ძალიან სტრუქტურაში რა ხდება, წარმოიდგინეთ, რაც თავარია და გამოჩნდა ეგ სასამართლო სისტემაში. ტრამპს ხო ყველა ნაბიჯზე მოსამართლეები ხელებს უკრავენ. ისე რომ იქ ბრძოლა მიდის, ჯერ ფინალამდე ძალიან ძნელი შუამდეც არ არის ჯერ მისული. და აი ერთი რამ მინდა გითხოთ, 13 წელია ხელისუფლებაშია ქართული ოცნება. როგორ ფიქრობთ, ასე ხანგრძლივად ერთი პოლიტიკური ძალის ყოფნა, აბსოლუტურად აი გვერდიდან შევხედოთ ამ პრობლემას და არა ვინ ვისი მიწია და აბსოლუტურად გვერდიდან. ერთი პოლიტიკური ძალის ყოფნა 13 წელი ხელისუფლებაში, ეს რამდენად მიგაჩნიათ მართებულად? რა გითხრათ ახლა, მას შეიძლება დასვას ვინმე საკითხი 13 წელი და ერთი ცოლის ყოლა რამდენად მართებულია. არა, ეს არა, ცოლი ცოტა სხვა მომენტია. მაგრამ საყვარელი კიდე გამიგია 13 წელიწადი საყვარელი და ცოლი. რატომ ხუმრობ? იმიტომ რომ ციკლები არის ოჯახის ამბავში. ერთ-ერთი ციკლი, როდესაც ხშირია გაყრა, ანუ ოჯახის წევრები უკვე ცვლილებებს ითხოვენ. არის 7 წელიწად. ასენი 13 წელი. ხო და წარმოიდგინე რა, ორჯერ 7 თითქმის. მაგრამ ალტერნატივა. იგივე საკითხი დგება რა, ალტერნატივა. იმიტომ რომ ალტერნატივა რო იყოს, ახლა შეიძლება რამოდენიმეჯერ უკვე შეცვლილი ყოფილიყო. სხვა შორის ივანიშვილს ბევრი ნაკლი აქვს, ბევრი ისა კი ბატონო ვილაპარაკოს. ერთი დადებითი მინდა აღვნიშნო. აბა გისმენთ. როცა ნახეს რომ მოსახლეობა მათ მხარეს არის. თვითონ ჯერ დასაწყისში იძახდა რომ 30% სხვა ვიღებთ და მე კი 40% და ის 60% ჩვენმა კადრებმა განაპირობა სხვათა შორის. კი. ციხის კადრებმა. ხოლო რომ ნახეს რომ უფრო მე მოდის და მოდის, მოდით გადავატრიალოთ ცოტა, აი მან გამოენთო ივანიშვილი რომ კანონს არ გადავუხვიოთ, არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს აბსოლუტურად იქ შეიძლებოდა წაცდენოდა ადამიანს ხელი და ისევ რევოლუცია მოხდა და მე ისევ წააგებდა საქართველოს. ხო. აი სხვა რო ყველაფერს ავიდავანებოდ, მაგიტომ ვარ მადლობელი რომ როგორც იქნა. კი, მაგრამ მე ისეთი რაღაცები მოყვა ამას, რომ მადლობელი ნამდვილად არ ვარ. ნუ, ეხლა ყველაფერი ხო არ იქნება იდეალური. დიდი მადლობა ბატონო რამა. დიდი მადლობა რომ ნახოთ. ასე გემრიელად ვიჭუგჭუგეთ. ესე იგი დაველოდოთ 4-ს და ღმერთმა საქართველოს მშვიდობა. და 4-ლი ვიქნებით. კი. საღამოთ. დიდი მადლობა და ნახვამდის მე. მომავალ პარასკევამდე 3 ოქტომბრამდე გემშვიდობებით, ისე რომ არჩევნების წინა დღეს ჩვენ კიდე გვექნება გადაცემა დროებით.